რატომ ვერ ახერხებთ ემოციური ხვრელიდან თავის გამოყვანას? გრძნობ შფოთვას, შიშს, გაღიზიანებას, შესაძლო აპათიასაც, თითქოს საკუთარ თავთან საუბრით, ცდილობთ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას. ვერაფერს ებღაუჭებით, თითქოს კარგი არც არასდროს გადაგხდენიათ. და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ეს ჩვენი ტვინის თავდაცვითი მექანიზმია. როდესაც სტრესი გაქვთ, განსაკუთრებით თუ ეს ქრონიკულია, ტვინი გადარჩენის რეჟიმს რთავს. ამ რეჟიმში პოზიტიური მდგომარეობები და მშვიდი თავდაჯერებული მდგომარეობა ტვინმა შესაძლებელია საფრთხეთ აღიქვას. თუ მოდუნდებით, დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგადაა და გამკლავდებით, ყველაფერს ისე როგორც საჭიროა, ტვინმა ეს შეიძლება აღიქვას ისე თითქოს კონტროლს კარგავთ. მაგრამ ტვინს სურს, რომ საბრძოლო მზადყოფნაში იყოთ, ამიტომ ის ბლოკავს ყველაფერს, რაც რესურსს გაძლევთ. კარგი მოგონება წარმატების შესახებ, ფიქრი უსაფრთხოების განცდაზე, თითქოს თქვენი მეხსიერებიდან ამომწვარია. იბლოკება ყველაფერი, რაც ძალას გაძლევთ. არა იმიტომ, რომ ეს არ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა აღიქმება საშიშროებად. დაახლოებით 5 კითხვაზე მაქვს პასუხი გაცემული აღწერაში და თუ წაიკითხავ, კარგი იქნება.